ხელსააკაშვილის განცხადებებსა და მოწოდებებს ეხმაურებიან პოლიტიკოსები, რა შეფასებები კეთდება თათია მაყაშვილისგან მოვისმენთ ახლა პირდაპირ ეთერში. თათია, გისმენთ. დიახ, ლიზა, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკურ სპექტრში, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ახალ მენეჯმენტს. ნაციონალური მოძრაობის ეს ნაწილი აცხადებს, რომ მათთვის პარტიის გაერთიანება და ასევე ბრძოლის გაგრძელება წარმოსადგენი არის მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და ნაციონალური მოძრაობის ეს ნაწილი ასევე აცხადებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული ერთიანობის მანიფესტი, რომელსაც მისი ინიციატივით ხელი უნდა მოეწეროს 23 ნოემბერს, იქნება იმის სიმბოლო, რომ ნაციონალურ მოძრაობაში დაიწყება ახალი პოლიტიკური პროცესები. ნაციონალური მოძრაობის ნაწილი აცხადებს, რომ 23 ნოემბერს გადაწყდება სწორედ პარტია გაერთიანდება თუ მის ნაწილს მოუწევს პარტიის დატოვება. საუბარი არის პარტიის იმ ნაწილზე, რომელიც უარს სიტყვის ერთიანობის მანიფესტზე ხელის მოწერისგან. დღეს ასევე მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლებიც, რომლებიც ერთ პლატფორმაში არიან გაერთიანებულები ნაციონალურ მოძრაობასთან და სტრატეგია აღმაშენებელში აცხადებენ, რომ მათთვის მისაღები არის მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით პარტიის გაერთიანება. პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება მაინტეგრირებელი, გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა. მან თქვა, რომ ადამიანები, ვინც ამ მანიფესტს, ერთობის მანიფესტს ხელს არ მოაწერენ, თავის თავს დატოვებენ პარტიის მიღმა. ეს განმარტება თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა და აბსოლუტურად ვეთანხმები მას ამ განცხადებაში და იმედს ვიტოვებ, რომ ყველა, ვინც აპირებს, რომ იბრძოლოს მთავარი ოპოზიციური პარტიის პლატფორმიდან ამ უმნიშვნელოვანეს არჩევნებში, აუცილებლად ხელს მოაწერს ერთობის მანიფესტს. თუ ვინმეს არ სურს, რომ იყოს ამ ერთობის ნაწილი, მას აქვს თავისი პოლიტიკური გზა. ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს აქამდეც კარგად თანამშრომლობთ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან. თუ კიდე ახალი ხალხი და თუ გინდა ძველი ხალხიც მოbrunდება, ჩვენ ორივე ხელით უჭერთ ამ იდეას ხარს. მიხეილ სააკაშვილი არ დაუმალია, არის ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ასე ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი და ფორმალურად ეხა საბჭოში იქნება თუ საბჭოს გარეთ, ჩემთვის არაფერი არ იცვლება ამით. ის წუხს საკუთარ პარტიაში მიმდინარე ამ ძიმე პროცესებით, როცა დაპირისპირება ახია და უკვე საჯაროდ ცნობილია, სხვადასხვა მიმდინარეობები და ერთმანეთზე თავდასხმა და ბუნებრივია, რომ ის ეცდება, რომ დააბრუნოს პარტიაში ერთიანობა და თავისი როლი ამაში უკვე გააცნოს საკუთარ ამომრჩევლებს. ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დაინახავენ ნაციონალურ მოძრაობაში მის როლს ამ პროცესების დარეგულირებაში. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის განცხადებები და ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილის განცხადებები არის იმის დასტური, რომ პარტიაში ვერაცნობიერებენ, რომ ახლა ქვეყანაში აღარ არის 2003 წელი და არის განსხვავებული პოლიტიკური ვითარება და გარდა ამისა მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გეგმები არ შეესაბამება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ დაპირისპირებას. დღეს მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათი შეფასებით პარტიაში მიმდინარეობს ძალაუფლებისთვის ბრძოლა. იქ არიან ჩარჩენილები, გონიათ რომ დღეს იგივე მოცემულობა ქვეყანაში რაც 2003 წელს იყო, ძალიან დიდი პრობლემები აქვს ამ პოლიტიკურ პარტიას, დაპირისპირებები, გახლეჩილი არის ხალხში არანაირი ნდობა, იმიტომ რომ რასაც ეხლა ვსაუბრობდი, ხო, როგორ შეიძლება პოლიტიკურ გუნდს დაუჭირო მხარი, რომელიც ხალხს აუპატიურებდა, გახსოვთ ციხეებიდან გამოყავდათ პატიმრები და როგორ ეპყრობოდნენ. ხაბეიშვილი, კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ეს ერთმანეთს დაპირისპირებული ადამიანები, გავლენებზე ბრძოლა შიდა პარტიული, ვის რა კონკრეტული თანამდებობა და კონკრეტული სკამი კონდეს, ეს არის მათი ბრძოლა და საერთოდ არ მაინტერესებს. ვარდების რევოლუცია, მიცით რაც მოუყვეტანა ჩვენს ქვეყანას, ეს იყო ადამიანის უფლებების ტოტალური ხელყოფა, ადამიანების ღირსების ხელყოფა, ადამიანების სწავება, ადამიანური მოპყრობა, ეს იყო ბიზნესის რეგეტი, ეს იყო ტელევიზიების მიტაცება, ეს იყო არჩევნების ტოტალური გაყალბება და ეს იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის. ამ პარტიას აღარაფერი ეშველება, დაღმა
მიდის მათი რეიტინგი და ეს ასე გაგრძელდება, ვიდრე ეს კინკლაობა გრძელდება. აცმოძრაობის შიგნით. რა თქმა უნდა, ამის რესურსი არავითარ დოკუმენტს არ აქვს, ბუნებრივია ეს კინკლაობა გაგრძელდება, ეს დაპირისპირება გაგრძელდება და რა თქმა უნდა ძალიან კარგია ეს ყველაფერი, კარგია რომ აცმოძრაობის რეიტინგი მცირდება. მე მგონი ავიწყდება მას, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი აქვს ნათქვამი. ახლა რომ ერთვება პოლიტიკურ პროცესებში, ესეც სერიოზული დარღვევაა. ქვეყნის უმაღლესი კანონის და ზოგადად კანონმდებლობის. მაგრამ ეხლა რომ მოინდომა ოპოზიციური პარტიის ლიდერობა, მე მგონი ნამდვილად ავიწყდება მასაც და მის თანაპარტიელებსაც, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მან თავად თქვა უარი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობას. მის ამით ერთი მხრივ ცდილობს, რომ მისი როგორც ამ პარტიის ლიდერის ფუნქცია დაიბრუნოს, მაგრამ არ ამგონია, რომ ამით მას რამე კონკრეტული გამოუვიდეს, იმიტომ როგორც ჩანს, ნიკანორ მელია საბოლოო ჯამში მაინც ცალკე გავა და ის ელოდება, რომ ეს მაშინ გააკეთოს, როდესაც მაქსიმალურად მეტი პარტიული შიდა რესურსის გატანა შეიძლება გარეთ, რომ ამით თავისი მდგომარეობა, ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეულად უფრო მყარად წარმოაჩინოს. აღმოიფხრება თუ არა ნაციონალურ მოძრაობაში პრობლემები, როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ცნობილი გახდება სავარაუდოდ 23 ნოემბერს, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველი არის ერთიანობის მანიფესტის შინაარსი, რომელსაც 23 ნოემბერს უნდა მოაწერონ პარტიის წარმომადგენლებმა ხელი, ასევე არ არის ცნობილი პარტიის რომელი ნაწილი აპირებს მანიფესტზე ხელის მოწერას. მანამდე ცნობილი არის მხოლოდ ის, რომ პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ერთიანობის მანიფესტის საპირწონედ ახალ მენეჯმენტს შესთავაზა დობის საბჭოს შექმნა. მადლობა თათია მაყაშვილი იყო პირდაპირ ეთერში.